რობერტ გრინის ძალაუფლების 48 კანონი. ნაწილი მეორე. კანონები 11-დან 20-ის ჩათვლით. კანონი 11. ისწავლებ, როგორ გახადოთ ადამიანები თქვენზე დამოკიდებულნი. იმისათვის, რომ შეინარჩუნოთ დამოუკიდებლობა და გავლენა, აუცილებელია სხვებს სჭირდებოდეთ. რაც უფრო მეტად არიან თქვენზე დამოკიდებულნი, მით მეტი თავისუფლება გაქვთ. მიაღწიეთ იმას, რომ ადამიანების ბედნიერება და კეთილდღეობა თქვენზე იყოს გადაჯაჭვული. თუმცა ნუასწავლით მათ იმდენს, რომ უთქვენოდ შეძლონ საქმის კეთება და თქვენი ჩანაცვლება. კანონი 12. გამოიყენეთ შერჩევითი პატიოსნება და გულუხვობა მსხვერპლის განსაიარაღებლად. ერთი გულწრფელი და პატიოსანი ნაბიჯი ათობით არაკეთილ სინდისიერ ქმედებას ფარავს. ღია, მაგრამ წინასწარ გამიზნული გულუხვობა ყველაზე ეჭვიანი და ფრთხილი ადამიანის დაცვის მექანიზმსაც კი ანგრევს. როდესაც თქვენი მოულოდნელი პატიოსნებით მათ სიფხიზლის მოადუნებთ, შეძლებთ თქვენი რეალური მიზნების განხორციელებას მათ ზურგს უკან. კანონი 13. დახმარების თხოვნისას დაეყრდენით ადამიანების პირად ინტერესებს და არა მათ გულმოწყალებას. თუ ვინმესგან დახმარება გჭირდებათ, ნუ შეახსენებთ მას თქვენს ძველ დამსახურებებს ან იმას, თუ რა გაგიკეთებიათ მისთვის წარსულში. ეს მხოლოდ გააღიზიანებს. ამის ნაცვლად იპოვეთ თქვენს თხოვნაში ისეთი რამ, რაც მისთვისაც პირადად სასარგებლო და მომგებიანი იქნება. როდესაც ადამიანი საკუთარ სარგებელს ხედავს, ის ენთუზიაზმით დაგეხმარებათ. კანონი 14. მოიქეცით როგორც მეგობარი, იმოქმედეთ როგორც ჯაშუში. კონკურენტების შესახებ ზუსტი ინფორმაციის ფლობა გადამწყვეტია. გამოიყენეთ მეგობრული შეკრებები და არაფორმალური საუბრები, რათა დასვათ ირიბი კითხვები. ამგვარად გაიგებთ მათ სუსტ წერტილებს, ზრახვებსა თუ სამომავლო გეგმებს. ისწავლეთ ყურადღებით მოსმენა და დაკვირვება ისე, რომ ეჯვი არავის გაუჩნდეს. კანონი 17. მთლიანად გაანადგურეთ თქვენი მტერი. ყველა დიდმა ლიდერმა იცის, რომ საშიში მტერი ბოლომდე უნდა განადგურდეს. ნახევრად მკვდარი და გადარჩენილი მტერი, თუნდაც დანებული ჩანდეს, საბოლოოდ გამოკეთდება და შურს იძიებს. მტერი უნდა განადგურდეს არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ სულიერადაც, რათა მას წინააღმდეგობის გაწევისა და აღდგენის შანსი აღარ ჰქონდეს. კანონი 16. გამოიყენეთ თქვენი არყოფნა პატივისცემისა და ღირებულების გასარდელად. რაც უფრო მეტად ჩანხართ, საუბრობთ და ხელმისაწვდომი ხართ, მით უფრო ჩვეულებრივი ხდებით სხვების თვალში. თუ უკვე დამკვიდრებული გაქვთ პოზიცია გარკვეულ წრეში, დროებითი გაუჩინარება თქვენს ფასს აამაღლებს. ადამიანები დაიწყებენ თქვენზე საუბარს და თქვენს დაფასებას. გახსოვდეთ, იშვიათობა ქმნის ღირებულებას. კანონი 17. ამყოფეთ სხვები მუდმივ დაძაბულობაში, შექმენით არაპროგნოზირებადობის აურა. ადამიანები ჩვევების მონაები არიან და სურთ სხვების ქმედებაში კანონზომიერება დაინახონ. თუ ყოველთვის პროგნოზირებადი ხართ, მათ ეძლევათ საშუალება იგრძნოთ უპირატესობა და კონტროლი. მოულოდნელი, არალოგიკური ქმედებები კი მათ აბნევს და მუდმივად გაურკვევლობაში ამყოფებს. როდესაც არ იციან რას იძავთ ნეხტელ, ისინი შიშსა და დაძაბულობაში არიან. კანონი 18. ნუ ააშენებთ ციხე-სიმაღლეებს საკუთარი თავის დასაცავად. იზოლაცია საშიშია. სამყარო საშიშია და დაცვა აუცილებელია, მაგრამ იზოლაცია უფრო მეტ საფრთხეს გიქმნით, ვიდრე გიცავთ. ის გაშორებთ მნიშვნელოვან ინფორმაციას და საჩინოებალ მარტივ სამიზნედ გაქცევთ. ბევრად უსაფრთხოა იმოძრაოთ ხალხში, შეიძინოთ მოკავშირეები და თქვენი მტრებისგან ბრდოში დაიმალოთ. კანონი 19. იცოდეთ ვისთან გაქვთ საქმე, ნუ მიაყენებთ შეურაცხყოფას არასწორ ადამიანს. მსოფლიოში ბევრი განსხვავებული ტიპის ადამიანია და ყველასთან ერთნაირი მიდგომა არ ამართლებს. ზოგიერთი ადამიანი წყენას არასდროს ავიწყებს და მთელ ცხოვრებას ჩუმ შურის ძიებას უძღვნის. ამიტომ სანამ ნაბიჯს გადადგამთ, კარგად შეისწავლეთ თქვენი ოპონენტი. ნუ აირჩიეთ სამიზნეთან, ნუ გაანაწყვენებთ ისეთ ადამიანს, ვისი ბუნებაც ბოლომდე არ იცით. კანონი 20. ნუ მისცეთ პირობა და ნუ დაუკავშირდეთ ვინმეს. ის, ვინც ჩქარობს რომელიმე მხარეს დადგომას ან ვინმესთვის ლოიალობის გამოცხადებას, კარგავს კონტროლს. ნუ მიმხრობთ სხვებს, შეინარჩუნეთ დამოუკიდებლობა. როცა ნეიტრალური ხართ და არავის ეკუთვნით, სხვები თავად ცდილობენ თქვენს მიმხრობას. ეს გაძლევთ ძალაუფლებას, მართოთ სიტუაცია და დაუპირისპიროთ ადამიანები ერთმანეთის თქვენივე სარგებლისთვის.